ერთი კაცი არ ყავს თანამოაზრე პარლამენტში პატრიარქს. პატრიარქმა თქვა, აბორტები უნდა იგზალოს, გენდერული კანონური პროექტები უნდა შეიცვალოს, უნდა მივხედოთ დემოგრაფიას, მიგრანტები ჩაგვანაცვლებენ. ერთი კაცი არ ყავს თანამოაზრე პარლამენტში პატრიარქს. რო კანონ პროექტი წარადგინოს, პატრიარქის იდეა რაც არის, მაგ იდეის გამტარებელი ერთი ადამიანი არ ყავს პარლამენტში. და არ გინდათ რო ეგ შეიცვალოს? ქრისტიანული კანონი რო გავიდეს ამ ქვეყანაში, არ გინდათ? ყველაფერი ანტიქრისტიანული რო გვაქვს მიღებული? ერთი კაცი არის პარლამენტში, ვინც ქრისტიანულ კანონმდებლობას, რასაც პატრიარქი იძახის, მაგას უბრალოდ დააყენებს დღის წესრიგში, რომ მოდი აი ეს განვიხილოთ. ერთი ადამიანი არ არის დღეს. და თქვენ იძახით, რომ ეს ქვეყანა მთავრობა აკონსერვატორ და ქრისტიანები არიან, ხალხო მთავარია, თქვენ სიგრძე სანთლები ხო უჭირავთ ხელში. მაგას დაჯერდით თქვენ და დაიჯერეთ, რომ ეგენი არიან ქრისტიანები და კონსერვატორები. სანთლებით დაიჯერეთ. ხოლო სინამდვილეში რეალობა სულ სხვა რაღაცაა და გინდათ რომ შეიცვალოს მართლა რასაც იძახიან, რომ კონსერვატორები ვართ და ეგრე მოხდეს, მაშინ კონსერვატორები მართლა ვინც ვართ, ეგენი უნდა ვიყოთ პარლამენტში.